სხვები გაურკვევებასა და ტერორში ამყოფეთ. დანერგეთ ატმოსფერო, რომელიც გამორიცხავს პროგნოზირების შესაძლებლობას. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვიხილავთ რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონს, კერძოდ კი მე-17 კანონს. კანონის ფორმულირება. ადამიანები ჩვევებზე დამოკიდებული არსებები არიან და დაუოკებელი სწრაფვა აქვთ სხვების მოქმედებებშიც რაღაც ნაცნობი დაინახონ. თქვენი მოქმედებების განჭრეტადობა მათ კონტროლის შეგრძნებას აძლევს. ამოაყირავეთ მაგიდა, იყავით სრულიად არაპროგნოზირებადი. ქცევა, რომელიც არათანმიმდევრული და უმიზნო ჩანს, მათ წონასწორობიდან გამოიყვანს და თავს დაიქანცავენ. ოღონდაც ახსნა მოუძებნონ თქვენს საქციელს. თვითონ წიგნის სათაურიც გვეუბნება, რომ ეს კანონები უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვისაც სურთ ძალაუფლების მოპოვება და ასევე იმ ადამიანებმა, ვისაც სურთ, რომ ფრთხილად იყვნენ და რაღაცნაირად გაცნობიერებულები იყვნენ, როგორ მოქმედებენ ადამიანები ძალაუფლებაში, ან ვისაც ის სწურია. ჩემი აზრით, ისინი, ვინც ძალაუფლებაში არიან, ან უნდათ რომ იყვნენ, უნდა იყვნენ ფრთხილად ამ კანონის გამოყენებისას, რადგან არაპროგნოზირებადობა არსებობს ძალიან დესტრუქციულის, რომელმაც შეიძლება მთლიანად გაანადგუროს ადამიანის რეპუტაცია, სხვა ადამიანებს დაუკარგოს მის მიმართ პატივისცემა, ნდობა და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ არაპროგნოზირებადობაზე, მაინც უნდა იყო რაღაც შენს ჩარჩოში და ამ ჩარჩოს თუ ცდები, ისე უნდა გაცდე, რომ ეს გაცდენა იყოს შენთვის საკეთილდღეო და არა პირიქით. მაგალითად ვამბობ, უეცარი სტილის შეცვლა, არა მარტო ვიზუალური, არამედ თუ მხატვარი ხარ, ახალ სტილში გადასვლა, თუ მომღერალი ხარ, ახალ სტილში გადასვლა. ეს უნდა გაკეთდეს ფრთხილად, თუმცა ესეთი პროფესიები სტილის და მიმდინარეობის ცვლილებას იტანს, რადგან როგორც წესი ადამიანები მოყვებიან შენი პიროვნების გამო და ყველაფერი აინტერესებთ, რასაც აკეთებ შენ. მაგრამ თუ ხარ მწერალი და გადაწყვიტე, რომ იყო ომის პროპაგანდისტი, სიტყვაზე ვამბობ, სავარაუდოდ ძალიან შემცირდება შენი მკითხველის რაოდენობა. შეიძლება მკითხველის რაოდენობა არ შემცირდეს, მაგრამ თემიდან გამომდინარე, მაგრამ დაიკლებს შენ მიმართ პატივისცემა, სიყვარული და მერე საბოლოო ჯამში გექნება ცუდი რეპუტაცია. ამიტომ ისეთი მოქმედებები, რაც არის არაპროგნოზირებადი, მაგრამ ანგრევს ჩვენს პერსონალურ ბრენდს, მე ფრთხილად ვიქნებოდი, თუმცა ძალიან მომხრე ვარ ექსპერიმენტების, განსაკუთრებით ვიზუალური ექსპერიმენტების, ასევე ცხოვრების სტილის ცვლილების ექსპერიმენტების, ძალიან საინტერესოა ხოლმე ტრანსფორმაციები ადამიანებში. მომწონს, როცა პოლიტიკური ლიდერები არიან არაპროგნოზირებადი იმ თვალსაზრისით, რომ კი არ მავნებლობენ, არამედ თავის ძალაუფლებას ანახებენ ხალხს და შეიძლება ხანდახან ურთიერთგამომრიცხავი, ესე ვთქვათ, მიზნებიც ჰქონდეთ, ან არ ვიცი, ძალიან ხშირად იცვლიდნენ აზრს. ეს რეალურად არის გამოვლინება იმის, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, ხალხმა მიანიჭა ეს ძალაუფლება და ეხლა კეთილი ინებონ და ამ ადამიანების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აყვნენ, ან დაეთანხმონ, ან არ დაეთანხმონ. თუმცა თუ 4 წლით, 3 წლით და 5 წლით არიან არჩეულები ეს ადამიანები ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში არ აინტერესებთ
მოსახლეობის მცირე ნაწილი დაეთანხმება თუ არა. მცირე კი არა, უდიდესი ნაწილის არ აინტერესებთ ხოლმე ხშირად. აქედან გამომდინარე, მათ ეპატიებათ არაპროგნოზირებადობა, თუმცა მაინც ექცევიან ჩარჩოებში და რომ გადავხედოთ მაგალითად ამერიკის ეხანდელი პრეზიდენტის, ესე ვთქვათ, მოღვაწეობასაც, რა თქმა უნდა, ის არის ძალიან არაპროგნოზირებადი. ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეხლა გაირკვა, რომ თურმე მისი პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა ამ ყველაფერს, ესე ვთქვათ, საფუძველი და ამასთან აზრს იცვლის რამდენჯერაც უნდა, როგორც უნდა, სადაც უნდა, თუმცა მაინც ატარებს კონკრეტულ ინტერესებს, არის, ესე ვთქვათ, მემარჯვენე, უფრო არის, რესპუბლიკელების და კონსერვატორების რაღაცა ნაზავი წარმოდგენებში და ცხოვრების სტილითაც მეტნაკლებად ცდილობს, რომ ეს დაგვანახოს. თუმცა, როგორც კი გაცდება არაპროგნოზირებადობის ჩარჩოებს და შეიძლება გამოვიდეს ისეთი გამოსვლებით, რომელიც ეწინააღმდეგება მის გაცხადებულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, ხალხი შეაქცევს მას სურს და ზუსტად არაპროგნოზირებადი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი მმართველია, მაგრამ ბევრად უფრო ფართო ჩარჩოები აქვს შეიძლება ამ არაპროგნოზირებადობის ვიდრე მის წინააღმდეგ, თუმცა იქაც აქვს დაწესებული ზღვარი და ამ ყველაფერს არ ცდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი არაპროგნოზირებადობა არ გადაიქცეს ანარქიაში, ქაოსში, არ გახდეს დესტრუქციული, ისე რომ მე ბილეთებიც ვერ გაყიდო კონცერტზე, როცა ერთ დროს ყველაზე მოთხოვნადი არტისტი იყავი. რაც შეეხება არაპროგნოზირებადობას, ჩემს პირად მაგალითად მოგიყვებით, ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემი წრისთვის პროფესიის ცვლილება. არავის არ ჰქონდა ამის მოლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელი ამაზე საუბრობდი, იმიტომ რომ კარიერულ ზრდაში, სწავლაში ვიყავი ძალიან პროგნოზირებადი, სტაბილური, მიზანდასახული, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი, ესე ვთქვათ, ყველა საფეხურს და ეს გადაწყვეტილება მივიღე ყველასთან შეუთანხმებლად. შეიძლება რამდენიმე ადამიანის საქმის კურსში ჩავაყენე, რომ ვაპირებ, მაგრამ ესე რომ რჩევა მიმეღო ან აზრი მეკითხა არ ყოფილა და სამსახურიდან რომ წამოვედი, ნამდვილად ვიგრძენი, თავიდან ალბათ გაოცება, მერე რაღაც აღტაცება, იმიტომ რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ თავიანთი საქმიანობა და პროფესიები არ არის თავიანთი, მე კი არ მივახვედრე, ანუ თვითონ მიხვდნენ და მე, ესე ვთქვათ, მათთვის სასურველი ნაბიჯი გადავდგი და როგორც მეუბნებიან და მე თვითონაც ვხვდები, რაღაცნაირად ინსპირაცია ვარ მათთვის, რომ იპოვნონ საკუთარი თავი და ხმა. და ამის მერე რაც ესეთი არაპროგნოზირებადი ნაბიჯი გადავდგი, ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ადამიანებს შეუქმანი მოლოდინი, რომ მომავალში შეიძლება გადავდგა ესეთი ნაბიჯი. ანუ მაგალითად მე რომ გადავწყვიტო გავხდე მომღერალი, არ მგონია, რომ ძალიან დიდი გაოცება გამოიწვიოს. მგონია, რომ მიმღებლობა ექნებათ, რადგან უკვე ერთხელ გადავდგი ეს ნაბიჯი და ესეც გაითვალისწინეთ, რომ თუ ხშირად ხართ არაპროგნოზირებადი და მე ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვარ, მაგრამ თუ ეს თქვენი ზოგადად ცხოვრების თანდებია, რომ არაპროგნოზირებადი ადამიანი ხართ, დიდად ვეღარ გავაკვირვებთ ადამიანებს იმით, რომ არაპროგნოზირებადი ხართ. პირიქით, ეს რაღაცნაირად მოლოდინიც იქნება მათი და უფრო გაუკვირდებათ, რომ სტაბილური და ისეთი ურისკო რაღაცნაირი ცხოვრება გქონდეთ. ავტორი გვეუბნება, ცხოველების ქცევა გარკვეულ სქემებს ემორჩილება, ამიტომაც არის შესაძლებელი მათზე ნადირობა და მათი მოკვლა. მხოლოდ ადამიანს აქვს უნარი მუდმივად ცვალოს საკუთარი ქცევა.
იმპროვიზება მოიშველიოს და გადალახოს ყოფის რუტინა და ჩვევები. ამასთან ადამიანების დიდ ნაწილს მსგავსი შესაძლებლობის გააზრებაც კი უჭირს. მათ ურჩევნიათ ერთი და იმავე მოქმედების გამეორება, იმიტომ რომ ეს არ საჭიროებს ძალისხმევას და იმიტომაც რომ ცდებიან, როცა ფიქრობენ, თუ არავის გააღიზიანებენ, მათ თავს დაანებებენ. და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრით დავაფიქსირო, რომ მე შემჩნევია და ძირითად მასაზე, ვინც მუშაობს კლასიკურ სამსახურებში 9-დან 6-მდე, 9-დან 8-მდე, რომ ეს ადამიანები ნამდვილად გარკვეული სქემებით ხელმძღვანელობენ და შეიძლება გავიდეს 25, 27, 32 წელი, იყვნენ ერთსა და იმავე სამსახურში და ესე ვთქვათ, კომფორტის ზონა შეიქმნან, რის იქითაც არ უნდათ გასვლა. ამ ადამიანებს არ ვადარებ ცხოველებს, მაგრამ რეპტილიური ტვინი ჩვენც გვაქვს და ტვინის დანარჩენი ნაწილები თუ არ გამოვიყენეთ, ძალიანაც მოგწონს, რომ ცხოველებივით მივსდიოთ ერთ კონკრეტულ რუტინას, სქემას, ამას რაღაც ჩვენთვის კონტროლის შეგრძნება მოაქვს და აი როგორც კი პატარა რაღაცა ახალი შემოვა, ვცდილობთ რომ გავყუჩდეთ, ოღონდ არავინ შეგვემჩნიოს, არავინ გავაღიზიანოთ, რომ ეს ჩვენი კომფორტის ზონა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. და ამ ადამიანებს მინდა ვურჩიო, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელია არიან ერთს და იმავე სამსახურში და როგორ ენდობიან და როგორ აფასებენ, მაინც შეიქმნან რაღაცნაირი სიმშვიდის ბალიში იმისთვის, რომ მზად იყვნენ, ცხოვრება არ არის მარტო დამოკიდებული ჩვენ სიფრთხილეზე და ესე ვთქვათ ისეთ ხასიათზე, რომ არავინ გავაღიზიანოთ. ხდება სტიქიური მოვლენები, ხდება გლობალური, ლოკალური, პოლიტიკური მოვლენები და ჩვენ არ ვართ დაცული, როცა მარტო დამსაქმებელზე ვართ დამოკიდებული თან ერთზე, იმისგან რომ სამსახურს დავკარგავთ. და ეს ძალიან კარგად გვაჩვენა COVID-19-ის პანდემიამ, არა მარტო ჩვენ და აქედან გამომდინარე იფიქრეთ რა არის თქვენთვის ის რაღაც, რასაც დაეყრდნობით, განავითარეთ ახალი უნარები. დასაქმდით ონლაინ ნახევარგანაკვეთზე, დაიწყეთ თქვენი მცირე ბიზნესი, რაღაცა დაიწყეთ ალტერნატივა, რომ სამსახური თუ გამოგეცლებათ ხელიდან, ეს არ იყოს თქვენთვის ტრაგედია, ნოლის ქვემოთ დაცემა, აბსოლუტური ცხოვრების ცვლილება, ამოტრიალება და ასე შემდეგ. ნუ გაწირათ საკუთარ თავს კომფორტის ზონის გამო, იმისთვის რომ დარჩეთ უსუსურები და დაუცველები. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ქვეყნიდან ყოველ შემთხვევაში, ვინც საქართველოში ცხოვრობს, არ ცხოვრობენ ისეთ ქვეყანაში, რომელიც თავის მოქალაქეს იცავს სოციალურად. ქვეყანას არ აქვს ამის რესურსი, ვფიქრობ, არც ნება, აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ სამსახურიდან გაგვიშვებენ, ნიდერლანდებივით არავინ არ გადაგვიხდის ჩვენი ხელფასის 70%-ს ყოველთვიურად 24 თვის მანძილზე და კიდევ ბევრი უამრავი სოციალისტური ქვეყანაა, არ არის აუცილებელი რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს, აგერ პანამაში დასაქმებული ბევრად დაცულია ვიდრე საქართველოში, აქედან გამომდინარე იზრუნეთ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ სახელმწიფო ამ ეტაპზე არ არის ჩვენი ზურგი და ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის საყრდენით, ზურგებით, მეგობრებით და ასე შემდეგ. გადაათამაშოთ რისკები და რაც არ უნდა ლოიალური იყოთ დამსაქმებლის მიმართ, რაც არ უნდა არ აღიზიანებდეთ, მაინც მისთვის ხართ რიცხვი და არა პიროვნება. და როგორც კი დაჭირდებათ შემცირება, იმიტომ რომ მეტი მოგება უნდათ, ან ნაკლები შემოსავალი აქვთ და თქვენ ზედმეტი ხარჯი ხართ, მიუხედავად იქ გატარებული წლებისა,
ან გამოგიშვებენ სამსახურიდან, ან ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ და ისეთ სიტუაციას შექმნიან, რომ თქვენ თვითონ მოგიწევთ წამოსვლა. ამას არ ვამბობ მხოლოდ პირადი მაგალითით, რისთვისაც ამას არ ვამბობ მხოლოდ პირადი მაგალითით, თუმცა პირადი მაგალითითაც შემიძლია ვისაუბრო, იმიტომ რომ 1200 ადამიანზე მეტი მყავს სამსახურიდან გაშვებული პირადი გასაუბრების საფუძველზე თან, ეგრეთ პირადი გასაუბრების საფუძველზე თან და საკმაოდ მძიმე და სტრესული გამოცდილება მაქვს მიღებული, როცა ამ ადამიანებს ვუყურებდი, რამდენს ნიშნავდა მათთვის ეს სამსახური, რას კარგავდნენ და როგორ ნერვიულობდნენ, იმიტომ რომ არ ქონდათ ალტერნატიული შემოსავლის წყარო და სახელმწიფო არ იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო მათთან. და ეს არის ჩემი კომენტარი, რომ გადავასვიოთ შემოსავლები, რისკები და მოვახდინოთ დივერსიფიკაცია ყველაფრის იმისთვის, რომ ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ და ღამე დავიძინოთ შვიდად. დავუბრუნდეთ არაპროგნოზირებადობას. არაპროგნოზირებადობა უფრო ხშირად მბრძანებლის ტაქტიკაა, მაგრამ დიდი წარმატებით მისი გამოყენება დაქვემდებარებულ მხარესაც შეუძლია. თუ კი გრძნობთ, რომ გაჯობეს ან კუთხეში მიგიმწყდიეს, უპასუხეთ მოულოდნელი ნაბიჯების სერიით. ეს დააბნევს თქვენს მტრებს, უკან დაახევინებს ან ტაქტიკურ შესაბამებს დააშვებინებს. სხვათა შორის, აქ ერთ პატარა დავალებას მოგცემთ, თუ შეიძლება ესე დავარქვათ. დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე ზოგადად, როგორ მოქმედებს ერთი დღე განსხვავებული ქცევა, განსხვავებული ჩაცმა, განსხვავებული თვითგამოხატვა, განსხვავებულ ადგილას წასვლა, იქ მისვლა, სადაც არ გელიან. ანუ პირველ რიგში, ეხლა რაც აღწერე, მე როცა შეიძლება ჩავიცვა ძალიან ლამაზი ვარდისფერი კაბა, მეც გაკვირვებული ვარ და ვინც მხედავს, ისიც გაკვირვებულია, იმიტომ რომ ძირითადად არ მიცვია ხოლმე კაბები, მით უმეტეს გრძელი და ასე შემდეგ. ანუ არ ვიცი, აი ნებისმიერი რაღაცა, რაც შეიძლება რომ სიახლე იყოს და არაპროგნოზირებად ქცევაში გავიდეს, დაფიქრდით, რა შეგრძნება მოაქვს პირველ რიგში თქვენთვის და შემდეგ რა შეგრძნება და აზრი მოაქვს ამ განსხვავებულ ქცევას თქვენ გარშემო ყოფებში. და დაინახავთ ძალიან კარგად, ყოველ შემთხვევაში მე დავინახე, რომ რიგ შემთხვევებში ძალიან კარგია არაპროგნოზირებადობა, იმიტომ რომ ექცევი ყურადღების ცენტრში. და აქ გამახსენდა დემნა გვასალია და ვფიქრობ არა, დარწმუნებული ვარ და მე მგონი ინტერვიუც მაქვს ნანახი, სადაც ან ამ წიგნზე საუბრობს, ან ახსენებს, რომ წაკითხულია. რომ კითხულობ ხოლმე ამ წიგნს და მის ჩვენებებს და კარიერას ვიხსენებ ხოლმე და თან თვალს ვადავნებ, ვიჭერ ძალიან ბევრ მომენტში, სადაც იყენებს ამ წიგნს და ამ კანონებს. დემნა არის ყველაზე არაპროგნოზირებადი კრეატიული დიზაინერი დღეს ბაზარზე და ალბათ ბოლო 8 წელი არის ასე, შეიძლება ოდნავ მეტი, ოდნავ ნაკლები და ზუსტად თავისი არაპროგნოზირებადობით, როგორც პაბლო პიკასომ მოახერხა, ოღონდ რა თქმა უნდა ნიჭის და არაპროგნოზირებადობის კომბინაციით არის იქ, სადაც არის. არავინ არ იცის არასდროს, რას უნდა მოელოდნენ მისგან, ვინ იქნება მის ჩვენებაზე, როგორი იქნება მისი ჩვენება. ყოველთვის არის მოლოდინი, რომ იქნება კონტექსტიდან მოწყვეტილი, ამოვარდნილი, ძალიან განსხვავებული, არაპროგნოზირებადი და ისიც ყოველთვის ცდილობს, რომ აი სუპერ არაპროგნოზირებადი იყოს მის წინა ჩვენებებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენებებიც არაპროგნოზირებადია. ეს ძალიან ისეთი აქტუალური და ხშირი მაგალითია განსაკუთრებით იმ პირთა წრეში, ვინც არიან შექმნაში და კრეატივში. პაბლო პიკასო იყო ამის
მასტერი, როგორც კი მისი კონკრეტული ტილოები და სტილი გახდებოდა ძალიან პოპულარული, როგორც იყო ყველა ისეთი პოპულარული, რომ ოცნებობდნენ სხვა, ესე ვთქვათ, მხატვრები, მაშინვე იცვლიდა სტილს, მაშინვე ცვლიდა ფერებს, ან საერთოდ აღარ ჩნდებოდა, არავის აღარ ხვდებოდა, აბსოლუტურ ვაკუუმში აქცევდა თავს და ასე შემდეგ. ამიტომ სტრატეგიულად პიკასოსა და დემნას შორის არ არის განსხვავება, უბრალოდ ერთი იყო მხატვარი და მეორე არის დიზაინერი. საპირისპირო მოსაზრება. არაპროგნოზირებადობა ყოველთვის შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემოbrunდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ხართ. არის შემთხვევები, როდესაც უმჯობესია გარშემო მყოფები დაამშვიდოთ და თქვენ გვერდით მყუდროთ აგრძნობინოთ თავი, ვიდრე კალაპოტიდან ამოაგდოთ. მეტისმეტად არაპროგნოზირებად საქციელს ყოყმანად ან სერიოზულ ფსიქიკურ გადახრადაც კი ჩათვლიან. სქემები ძლევამოსილია და მათი დარღვევა ადამიანებს აფრთხობს. ოღონდ მსგავსი ძალაუფლება გონივრულად უნდა იყოს გამოყენებული. დიახ, როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვით, აუცილებელია ამ კანონის გამოყენება ძალიან ფრთხილად, რომ არ დავიზიანოთ საკუთარი თავი და ასევე დამწყებ პროფესიონალებს, თავის საქმეში, ესე ვთქვათ, ეხლა შესულ ადამიანებს, სტარტაპერებს, ყველას ვურჩევ, რომ ამ კანონთან იყოს ფრთხილად და პირიქით იყოს ძალიან პროგნოზირებადი, იმიტომ რომ არაპროგნოზირებადობას ვპატიობთ ადამიანებს, ვინც არიან ვარსკვლავები, სუპერსტარები, უკვე არიან წარმატების და ძალაუფლების პედესტალზე ძალიან ზემოთ. ვინც არის კარიერის დასაწყისში, მათ ამათ არ ვპატიობთ დაგვიანებას, უპასუხოდ დატოვებას, უპატივცემულოდ მოქცევას, სადღაც არ მისვლას, ამ პირიქით სადღაც მისვლას ძალიან აკვირდებიან, როცა შენ ხარ, ესე ვთქვათ, ცხოვრების დასაწყის თუ საწყის ეტაპზე. მაგალითისთვის ვამბობ, შეიძლება ერთ სამსახურში 19 წლის სტაჟიორი არ აიყვანონ, იმიტომ რომ პატარა ტატუ აქვს აქ, იურისტებში იყო ესე და აიყვანონ chief legal officer-ად ადამიანი, რომელსაც მთელ ხელზე აქვს ტატუ და აუჩანს, იმიტომ რომ იმას უკვე ეპატიება ეს და კარიერის დასაწყისში ბევრი რაღაც არ ეპატიება ადამიანს და ამიტომ მაქსიმალურად უნდა ადაპტირდეს იმ მოთხოვნებთან, რაც არის და სულ რომ ის ხასიათში იყოს არაპროგნოზირებადობა და იურის უნდადეს რომ როკსტარი ვითეცვას, არ უნდა ჩაიცვას, იმიტომ რომ უბრალოდ არ მიიღებენ სამსახურში, ყველაფერს აქვს თავისი დრო. და არაპროგნოზირებადობაზე კიდე ერთ რაღაცას დავამატებდი, რომ მე ძალიან დამეხმარა პირად ურთიერთობებში. მაგალითისთვის, ადრე თუ ვინმე გამაბრაზებდა, მათი მოლოდინი იყო, რომ მეც საპირწონედ გავბრაზდებოდი. ეხლა თუ ვინმე გამაბრაზებს, ვფიქრობ, ესეთი მოლოდინი აღარ აქვთ, იმიტომ რომ მაქვს სამი არაპროგნოზირებადი ქცევა. პირველი არის სრული იგნორი, ნერვებს არ ვიშლი, ყოველ შემთხვევაში არ დავანახებ რა ვიშლი, ემოციებისგან დაცლილი ვარ, ნეიტრალური, ინდიფერენტული. მეორე არის, რომ საერთოდ ურთიერთობა რჩება, ყველანაირი ახსნის და განმარტების გარეშე და მესამე არის, რომ ატყდებათ ძალიან დიდი რისხვა, რომელიც არც კი ვიცოდი, რომ ჩემში არსებობდა, მაგრამ თურმე არსებობს და შემიძლია და ბოლო წლებში რამდენჯერაც მქონდა, თუმცა არც ისე ბევრჯერ ესეთი გაუგებრობა, სადაც მაწყენინეს ამ სამიდან ხანრეს ვიყენებდი, ხანრეს იმის მიხედვით რა მინდოდა და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ადამიანები ჩავაგდა შოქში, როგორც აი აქ მმართველებზე და ძალაუფლების მოყვარულებზე წერია და სიმართლე გითხრათ, ურთიერთობები გამიმარტივა, იმიტომ რომ მე თვითონაც აღარ მაქვს წინასწარი მოლოდინი, რომ გინდა თუ არა ასე უნდა მოვიქცე თუ ისე მოვიქცე.
და რაღაცნაირად მომწონს ჩემში ეს, რომ ერთ სქემას და რაღაცა ერთ ინსტრუქციას არ მივყვები და არ მაქვს ჩემთვის მკაცრი განმარტება მიცემული, რომ ეს არის მაინც და მაინც სწორი, ან რაღაცა არ არის სწორი. მოკლედ, აი ხო ხედავთ, რამდენაირად შეიძლება გამოვიყენოთ ძალაუფლების კანონი, თუნდაც რომ არ გვინდოდეს ძალაუფლება, მაგრამ ადამიანი, რომელიც არის აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში და თუნდაც პასიურში, მაგრამ სამოქალაქო ცხოვრებაში თვით გადარჩენის, ადაპტირების, ინსტინქტების გამო მაინც ცდილობს, რომ რაღაც დონეზე მოიპოვოს ძალაუფლება. ეს არ ითარგმნება ყოველთვის პოლიტიკაში მოსვლით, შეიძლება იყოს სამსახურში, ოჯახში, მეგობრებში, საორჯიშო დარბაზში და ასე შემდეგ, მაგრამ ყველას სჭირდება რაღაც რეპუტაცია. სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები მაშინ ვფიქრობ, რომ უნდა ცხოვრობდნენ განდეგილებად და არ იყვნენ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩაბმული, არც ფიზიკურად და არც უკვე დღეს ვირტუალურად, ანუ სოციალური მედიის დახმარებით. გამოიწერეთ ჩემი ინსტაგრამის გვერდი, შეგიძლიათ იქ მომწეროთ თქვენი კითხვები, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები ამ ვიდეოზეც, რაც გაინტერესებთ. ჩვენი სტუმრები დაბრუნდნენ საქართველოში და შესაბამისად მეც არხს დავუბრუნდები კვირაში ორჯერ, უკვე მომზადებული მაქვს შემდეგი კვირის ორშაბათის თემა, რაც იქნება ჩვენს ღირებულებებზე, ძალიან კარგი სავარჯიშო გავაკეთე, რომელსაც მივუძღვნი მთელ ვიდეოს და გთხოვთ ნახოთ ჩემი ორშაბათის ეპიზოდიც. დროებით.